ნაცნობი ხმები ქრონიკაში მაყურებელი დღეს იმ ადამიანებს ნახავს, რომელთაც 8 წელია რადიო იმედის ეთერში უსმენს. 105 და 9 დღეს იუბილარია. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ამ ხნის განმავლობაში შემოქმედებითმა ჯგუფმა მსმენელის ყურადღება და ნდობა დაიმსახურა. როგორ აფასებენ 8 წლიანი მუშაობის შედეგს, ნახეთ თამარ გედევანიშვილის სიუჟეტში. მოგესალმებით ყველას, ვინც უსმენთ რადიო იმედს, ეთერშია ინტერაქტიული გადაცემა ღია მიკროფონი მიშა ფეიქრიშვილთან ერთად. დღეს რადიო იმედის დაბადების დღეა. სატელეფონო ზარები დილიდან არწყდება. დღეს რადიო იმედი 8 წლის გახდა. მოგილოცავთ არაჩვეულებრივი დღე 8 წელი შეგიწევდა. გაუცხეთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მოიპოვა ბრწყინვალე და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება. 2001 წელს FM დიაპაზონზე სიხშირით 105 და 9 რადიო იმედი ეთერში პირველად გავიდა. იმედელები ამბობენ, რომ რადიოს ავტორიტეტი და მათი პროფესიონალიზმი ერთად იზრდებოდა. არ მიგხსნია ის, რომ ჩემს დავუშვათ რომელიმე დასმულ კითხვაზე არ მიმიღო, შეიძლება არ მიმიღო ისეთი პასუხი, როგორც მე მინდოდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნდობის მომენტი მაინც არსებობს. ჟურნალისტები რესპონდენტების და მსმენელის ნდობას ყოველდღიურად გრძნობენ. ფიქრობენ, რომ სწორედ ამის გამო ინტერვიუებზე სახელისუფლებო თუ ოპოზიციური გავლენიანი სახეების დათანხმება არასდროს უჭირთ. იმდენი სატელეფონო ზარი შემოგდის სტუდიაში და ყველა გადაცემაში შეიძლება ითქვას, რომ კიდევ ერთხელ ადასტურებს ეს, რომ ჩვენმა ძალიან მაღალი რეიტინგის მქონე რადიო. ცნობილი ტელესახე რადიო მსმენელებთან სიახლოვით მიიზიდა. უკვე 1 წელია ლაშა ხარაზიშვილს რადიო იმედზე ახალი ამბები მიყავს. გუნდი, ვინც აქ საინფორმაციო სამსახურს აკეთებს რადიო იმედის არის ძალიან ჯანსაღი, ძალიან კარგი. მე გახლავართ ოთარ დადიშვილი ამ რადიოში ერთადერთი ნორმალური გადაცემის წამყვანი. ხომახარი ყველა და ამიტომ არ დიდ გულზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ასეთი სცენები კი მას შემდეგ გახშირდა, რაც ირაკლი ჩხეიძემ, ანუ ოთარ დადიშვილმა იმედზე გადაცემის ჯაზოთერაპიას წაყვანა დაიწყო. მე რა ვთქვით ამას აღარა. ნანუკა სანამ ტელეშოუს გაიყვანდა, იმედზე თავისუფალი ეთერი მიყავდა. ამბობს, რომ დატვირთული რეჟიმის მიუხედავად გადაცემას ვერ ელება. მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე. ყველას თავის დროზე ვინც შექმნა ეს რადიო, ვინც მუშაობდა წლების განმავლობაში ამ რადიოზე და დღეს ვინც აკეთებს საკმაოდ ღირსეულად ამ საქმეს. რადიოს მხიარული გენდირექტორი წლის შედეგებს აჯამებს და ახალ გეგმებს ახავს. ამ სეზონზე რადიო იმედმა თავისი მისია განახლებული ფორმატით უკვე შეასრულა. ძალიან ბევრი პროექტი დაემატა წელს და მომავალი წლიდანაც შევეცდებით, რომ მსმენელს კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი შევთავაზოთ. ეს იუბილეს ბოლო არ არის. FM 105 და 9-ზე რადიო იმედის დაბადების დღის აღნიშვნა ახლაც გრძელდება და სატელეფონო მილოცებიც მიიღება. რადიო იმედი